შემოგვიერთდა უკვე სტუმარი და სწორედ მასთან ერთად ვაპირებთ საუბარს უნივერსიტეტის როლზე 21 საუკუნეში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იცვლება ყველაფერი, ვითარდება ყველაფერი და რა თქმა უნდა საგანმანათლებლო გარემომაც ფეხი უნდა აუწყოს, ასე ვთქვათ, ამ ცვლილებებს. და დღეს გვექნება საუბარი სწორედ იმაზე, რომ თანამედროვე უნივერსიტეტი, ასე ვთქვათ, მხოლოდ ცოდნის გადამცემად აღარ განიხილება დღეს და თუ რა როლი აქვს მას, სწორედ ამას გავიგებთ ჩვენ სტუმართან ერთად, ასე რომ ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ პირდაპირ ეთერში ქალბატონი ეკა ლუაშვილი, რომელიც ბრიტანული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გახლავთ და სიამოვნებით წარმოგიდგენთ მას. მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით დილა მშვიდობის, მადლობა უპირველეს ყოვლისა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან კარგი, ალბათ როგორი შესავალიც გავაკეთეთ, ასევე უნდა დავიწყოთ საუბარი, ხომ? როდესაც 21 საუკუნეში იცვლება ყველაფერი, მიდგომები, ხელოვნური ინტელექტი გვაქვს ბოლო-ბოლო, ხომ? შემოდის ასპარეზზე, შემოვიდა უკვე. შემოვიდა კი და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, აისახა უკვე ეს ყველაფერი, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. როგორია 21 საუკუნეში უნივერსიტეტის როლი საქართველოში? კეთილი. ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხზე აქცენტის გაკეთებისთვის, იმიტომ რომ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნივერსიტეტის როლი სამყაროში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში გახლავთ ფუნდამენტური. რა თქმა უნდა, ფუნდამენტური როლი მდგომარეობს იმაში, რომ უნივერსიტეტის საქმიანობამ პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს საზოგადოების განვითარებაში. მაგრამ დღეს და ახლა ჩვენ ვართ ამ კითხვის წინაშე, თუ როგორ უნდა გააკეთოს. ყველაფერთან ხვდებით, რომ როლი არის ფუნდამენტური, რომ პოზიტიური გავლენა, მაგრამ როგორ გავაკეთოთ დღეს იმ გამოწვევების კვალდაკვალ, რაც თქვენ უკვე ახსენეთ. სულ უახლოეს წარსულს რო შევხედოთ ჩვენი ქვეყნის, ალბათ ჩვენც ის თაობა ვართ, რომელმაც გამოსცადა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უნივერსიტეტის მთავარი როლი რაში იყო, რომ შეძლებოდა იმ გარემოს შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სტუდენტი აუდიტორიაში მოსულიყო, მას დახვედროდა აკადემიური პერსონალი, ქონოდა შესაბამისი რესურსი და ამ სივრცეში მომხდარიყო ცოდნის გადაცემა. ეს საუბრობს ჩვენ რაღაც 15-20 წლის წინანდელ ამბებზე, მაგრამ დღეს ეს როლი უკვე არის არა ძირითადი, არამედ ერთ-ერთი ინსტრუმენტალური, რადგან ამის გარეშეც უკვე შესაძლებელია ადამიანმა აუდიტორიაში მისვლის გარეშე და ამ რესურსები, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტში იყო, საბიბლიოთეკო სივრცეში მიიღოს ცოდნა. აი აქ შემოდის ზუსტად საკვანძო, თუ რა არის ეს მთავარი როლი და სად, რა მიმართულებებში ვლინდება. მოდით შევხედოთ ასე. უპირველეს ყოვლისა, სად არის ეს უნიკალური ინსტიტუცია წარმოდგენილი, მისი სამიზნე აუდიტორია ვინ არის? დავიწყოთ სტუდენტების. რა არის როლი უნივერსიტეტის სტუდენტებთან მიმართებით? რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანი ამ ასოციაციას უპასუხებთ ასე, რომ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ხარისხიანი განათლება შესთავაზოს. მაგრამ ჩვენ ყველაფერთან ხვდებით, რომ ხარისხიანი განათლების შეთავაზება, ეს არის კონტრაქტირება. უნდა არსებობდეს სტუდენტებისგან მზაობა ამისი, რომ ეს მიიღოს. და რაში არის დღეს ეს როლი? უნივერსიტეტი არ არის სტუდენტებისთვის მხოლოდ პრაქტიკული უნარების ან ცოდნის გადაცემის, არამედ ეს არის ადგილი, სადაც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაბედოს, გამოერკვას, შეიცნოს თავისთავი პოტენციალი აღმოაჩინოს და შემდგომ ამ პოტენციალის განვითარებაზე იზრუნოს. ამიტომ იმ ყველაფერთან ერთად, რაც არის უნივერსიტეტის როლი სტუდენტთან მიმართებით, დღის წესრიგში არის ეს. ახლა მოდი შევხედოთ სახელმწიფოსთან ურთიერთობას და სახელმწიფოსთან მიმართებით, პარტნიორული ურთიერთობის მიმართებით რა როლი აქვს უნივერსიტეტს. აქ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უნივერსიტეტს აქვს სტრატეგიული პარტნიორის როლი. შევხედოთ ნებისმიერ რეფორმას, ნებისმიერ პოლიტიკას, რომელიც უნდა რომ სახელმწიფოს ქვეყნის განვითარებისთვის განახორციელოს. სად შეიძლება მოხდეს ეს? ეს მხოლოდ და მხოლოდ ვის მიერ შეიძლება მოხდეს ეს? რასაკვირველია, კურსდამთავრებულები, ის აკადემიური გარემო, რომელიც ქმნის სწორედ ამ საზოგადოებრივ სიკეთეს, ანუ ამ პროდუქტს.
ახლა გადავინაცვლოთ ბიზნესთან, ბიზნესთან ურთიერთობით. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენება და საზოგადოებას, რომ ბიზნესი თავდაპირველად რაღაცა ძალიან ვერ ასოცირდებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან, თითქოს ეს ცალსაკე კუნძული იყო, მაგრამ სინამდვილეში რასაკვირველია ეს ასე არ არის და დღეს რა არის როლი ბიზნესთან და კერძო სექტორთან ურთიერთობის, რომ მათი ინდუსტრიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის საქმიანობაში იყვნენ პროგრამების დაგეგმვის ეტაპზევე ჩართული. ანუ ჩვენ არ უთხრათ კურსდამთავრებულებს, რომ აქ დამთავრდა ჩვენთან, ჩვენ გასწავლეთ, აღჭურეთ უნარებით და აი რა დაგხვდებათ, როდესაც ბიზნესში მივხვდეთ ან კერძო სექტორში, ეს უკვე სხვა სამყაროა, სხვა მოცემულობა. ამიტომ მათი ჩართულობა დასაწყისიდანვე ეს არის გადამწყვეტი როლი, რომ თავიდანვე რა უნარები უნდა ქონდეს ბიზნეს აი ამ პროცესში თავიდან იყოს ჩართული და განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ორი მიმართულება ეს გახლავთ რეგიონების განვითარებაზე პოზიტიური გავლენა. აი წარმოვიდგინოთ უნივერსიტეტში დღეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ წარმატებული უნივერსიტეტები გვაქვს, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს პროცესები, ბიზნეს ადმინისტრების მიმართულებით ძალიან მრავალფეროვანი პროგრამები არის წარმოდგენილი და წარმოვიდგინოთ, რომ ბიზნეს ადმინისტრების პროგრამა თუ როგორ უნდა იყოს წარმატებული მეწარმეობა, როგორ უნდა მოახდინოს მას დოვლათის შექმნა და ასე შემდეგ, ეს მიმდინარეობს რაღაც კონკრეტულ სივრცეში. ამ დროს ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი რეგიონები, სადაც მოსახლეობას ცნობიერება ჭირდება მეწარმეობის, ანუ მცირე მეწარმეობის განვითარება ჭირდება და ნახეთ ახლა აქ რომ არ იყოს კავშირი. უნივერსიტეტმა თავისი როლი და თავისი ეს აკადემიური სივრცე რომ არ გადაიტანოს მხარდაჭერაში რეგიონებთან მიმართებით. როგორი აცდენა გვექნება, ხო, როგორი იქნება სიკეთე? ამ მიმართულებით რა ხორციელდება, რომ აი ცნობიერება ამაღლდეს რეგიონებში? უნივერსიტეტის როლი როგორი არის ამ მიმართულებით? კეთილი. უნივერსიტეტის როლი არის სწორედ აი ამ პოზიციიდან გამომდინარე. ის აუცილებლად უნდა ემუშაოს რეგიონებს. უპირველეს ყოვლისა კვლევა დაიდენტიფიციროს რეგიონების მიმართულებით ის საჭიროებები, სადაც შესაძლებელია საუნივერსიტეტო აკადემიური მიმართულების ინტეგრირება იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუწყოს ხელი. ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო ასე ვთქვათ შეხვედრები, ვორქშოპები, ნებისმიერი პლატფორმა, ნებისმიერი შესაძლებლობა და სივრცე გამოიყენოს უნივერსიტეტმა იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა ჯერ საჭიროებაზე ორიენტირებული, იმიტომ რომ არიან რეგიონები, სადაც ძალიან კარგად არის განვითარებული ეს უნარები და უბრალოდ ყველგან ამის ჩატანის საჭიროება არის. აი იქ სადაც არსებობს ისეთი რეგიონები, როდესაც ადამიანები მათ თითქმის დაატოვეს განსაკუთრებით, არის რამოდენიმე ოჯახი წარმოდგენილი, მათ აქვთ პოტენციალი, რომ თავისი შესაძლებლობებიდან მოახდინონ მცირე მეწარმეობა, აი ასეთ ოჯახებზე განსაკუთრებით ისეთი, რომელიც კონკრეტულ იმ ხარეს გამოადგება. რასაკვირველია, რეგიონის განვითარებაში უპირველეს ყოვლისა თვითონ შემდგარი ოჯახი უკვე არის მთავარი დასაყრდენი რეგიონის განვითარების და კონკრეტული მიმართულების და აი უნივერსიტეტის როლიც ხა ჩვენი გამოცდილებაც რო გავაზიარო, გახლავთ ეს ასეთ რეგიონებში ასეთი პროექტები ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ, როდესაც ხდება ჩასვლა მათთან კომუნიკაცია იმ საჭიროების განსაზღვრება, მე მხარდაჭერა, რომ როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი, ის პოტენციალი, რომელიც თვითონ არ იცოდნენ ამის შესახებ და ეს ყველაფერი გამოავლინეს უკვე ამ ინფორმირებულ ახალი არეალები აუცილებლად და ეს კონტაქტი რეგიონსა და მოსახლეობას შორის და საუნივერსიტეტო აკადემიას შორის არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის სწორედ ყველა ფერში ნოვატორი. ანუ ინოვაციები იქნება უნივერსიტეტში. ვახსენეთ, რომ ხელოვნური ინტელექტზე ვისაუბრებდით აუცილებლად და რადგან მაინც მეტნაკლებად ახალია ჩვენთვის ხომ ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს საუბარი იმაზე, ეს არის შესაძლებლობა თუ ეს არის საფრთხე, რას ჩაანაცვლებს, რომელი პროფესიები შეიძლება აღარ იყოს და ასე შემდეგ. უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჭრილში რომ განვიხილოთ, რა როლით არის წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტი? ხელოვნური ინტელექტი, აი ამ მიმართულებითაც უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნიკალური ინსტიტუცია, სადაც გამოწვევა არ ნიშნავს გამოწვევას. გამოწვევა ნიშნავს შესაძლებლობას. სამყარო ბევრს საუბრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ჩვენ ცხოვრებაში გამოწვევა, მაგრამ აი უნივერსიტეტი არის ზუსტად ის სივრცე, სადაც ხელოვნური ინტელექტი არის შესაძლებლობა, საოცარი ინსტრუმენტი
იმისა, რომ საგანმანათლებლო პროცესში უნივერსიტეტმა გამოიყენოს ყველა მიმართულებით სწავლა-სწავლება, სერვისები, რეკრუტინგი, აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა და რატომ არის ეს ასეთი ინსტრუმენტალურად მნიშვნელოვანი, რომ შევხედოთ და დავსვათ კითხვა ასე, რა არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს? კრიტიკული აზროვნება და ეს რას გვეუბნება? თუ კრიტიკული აზროვნება არ შეუძლია მას დავალებების, ინსტრუმენტალური დავალებების ძალიან კარგად შესრულება, ამას მივყავართ იქამდე, რომ ადამიანის მთავარი არსი მდგომარეობს მის კრიტიკული აზროვნების უნარში. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ისეთი ელვისისწრაფით ვითარდება, რომ შესაძლოა რამდენიმე წელიწადში კი არა, რამდენიმე კვირაშიც კი ვნახოთ უკვე, რომ თურმე შეუძლია კრიტიკული აზროვნება. ანალიზი არსებული ინფორმაციის ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ფაქიზად უნდა მიუდგეთ სწავლის პროცესში, რადგან შესაძლოა ნებისმიერმა მოსწავლემ, ხო, სტუდენტმა გამოიყენოს საქმის გაადვილების კუთხით. ხო, და რაც სამომავლო გრძელვადიან შედეგში ძალიან ცუდ შედეგებს მოგცემს. თავისთავად. აი ამ საკითხს აი ამ კუთხით რო შევხედოთ, თქვენი აზრი მაინტერესებს. აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ, რომ ეს არის ის მოცემულობა, როდესაც სიკეთე შეიძლება გადაიქცეს ბევრი ახნაგებით, ასე ვთქვათ, უარყოფით ან ნეგატიური გავლენით. ბერკეტები არის უპირველეს ყოვლისა ყველაფრის, რამაც შეიძლება საფრთხე შექმნას, ჯერ ამ საფრთხეზე ინფორმირება. ამით იწყება ყველაფერი და უნივერსიტეტი სწორედ აქ არის, რომ ახსნას და გაარკვიოს როგორ შეიძლება მოიქცეს ხელოვნური ინტელექტი და ის რისკები, რომელიც ხელოვნური ინტელექტს, რა თქვენ, არაჩვეულებრივად ბრძანეთ, შეიძლება იქნეს გამოვლენილი, დააზღვიოს და ამისთვის არსებობს შესაბამისი პოლიტიკები, შესაბამისი პროცედურები. მომზადება, ანუ ეთიკური მიდგომა ამ საკითხისადმი, რომ რაც უკვე თავში ვახსენეთ, რომ ის იქცეს დამხმარე ინსტრუმენტად, გამოუთავისუფლოს სტუდენტებსაც, თუნდაც იგი დროის დაზოგვის ადამიანებს აკადემიურ სივრცეში და ზოგადად საზოგადოებაში, ის რუტინა, რომელიც ადამიანს, ასე ვთქვათ, დროს ართმევს და შემოქმედებით უნარს უქვეითებს. ამიტომ უნივერსიტეტის როლი ამაზე გიპასუხებთ და არის ახლა ზუსტად ეს პროცესი მიმდინარეობს, რომ შესაბამისი პოლიტიკები არის განსაზღვრული, მიმდინარეობს ინფორმირებული, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია სტუდენტებთან, ჩვენი გამოცდილება რო გავაზიაროთ, რომ როგორ შეიძლება ეს იქნეს გამოყენებული. რასაკვირველია, ჩვენ ვართ ისეთ მოცემულობაში, ზოგადად ციფრულ ტრანსფორმაციაში არ არსებობს 100%-იანი გარანტი რისკის გადაზღვევის, თუმცა ის, რომ ასე ეტაპობრივად, რომ ინფორმირებულია სტუდენტი, უფრო მეტად აქცენტია გაკეთებული მის პოზიტიურ შესაძლებლობებზე, თუ კი სწორად იქნა გამოყენებული, ფიქრობთ, რომ არის იმისი წინაპირობა, რომ ცდუნება, რომ ის მაინცსა და მაინც უარყოფითი კუთხით იყოს გამოყენებული, გაცნობიერებული, ასე ვთქვათ, ადამიანის გონებაში არ უნდა იყოს, ვთქვათ, ასეთი წესით ასეა. წესით, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ და მხოლოდ გაადვილებისკენ მივილტვით მაინც, ხო, კაცობრიობა და შესაბამისად შეიძლება გაადვილების, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ ალბათ არც ერთი ჩვენთაგანი ვარ, თუ კი ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ადამიანმა თავისი მთავარი უნარი, შემოქმედებითი უნარი მაღალ საფეხურზე აიყვანოს, მაგრამ არა დააკნინოს. აი ეს არის გადამწყვეტი. ესეთი კითხვა გამიჩნდა, ანუ ზოგადად ნაშრომებს უნივერსიტეტში, ანუ ესე იქნება თუ სამაგისტრო, სადოქტორო არ აქვს მნიშვნელობა, პლაგიატს გადის, ხო? და არსებობს ამის პროგრამა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევაში არსებობს რამე, რომ გავარკვიოთ, თქვათ, რა ხელოვნური ინტელექტით გაკეთდა, რა არა. რასაკვირველია, პლაგიატის პროგრამა, ანუ დეტექტორ პროგრამამაც თავისი გზა გაიარა, ზოგადად საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ჩვენს უნივერსიტეტშიც არის ძალიან წარმატებულად დანერგილი. იქაც რა ხდება პლაგიატის დროს? ანუ მოწდება დამთხოვები და შემდეგ ხდება ანალიზი, რომ ეს დამთხოვები რამდენად არის პლაგიატი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ასევე არის ინტეგრირებული. ეს მეთოდოლოგიურად რო წარმოვიდგინოთ ამ კონკრეტულ პროგრამაში, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ
არა ასე თქვათ ესეთი რეაქტიული მიდგომა, რომ რაღაცა გამოვლინდა ეს და აი ახლა რა სანქციები ავამოქმედოთ. არამედ პრევენციული, ანუ პროაქტიული მიდგომა, რომ რა შემთხვევაში, რა დაშვებით შეიძლება ხელოვნური ინტელექტი იყოს გამოყენებული, თუნდაც ამ ნაშრომების მომზადებაში, ეს უნდა იყოს ძალიან დეტალურად გაწერილი, რაც ჩვენ ეს პრაქტიკა უკვე დავნერგეთ. იციან და როდესაც უნდა მიუთითონ თუ გამოიყენეს ნებისმიერი ასე თქვათ საშუალება, როგორი სტილით უნდა მიუთითონ, იმიტომ რომ ეს უკვე არის ჩვენ სამყაროში ის ინსტრუმენტი, რომელზეც ვეყრდნობით და ვამბობთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გვიპასუხა, რომ ამ საკითხს ასე თქვათ უყურებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც არის ინსტრუმენტალური კუთხით არის ის პროცესი, რომელიც უნივერსიტეტებმა უნდა აიღონ თავის თავს. დიახ, თანამედროვე უნივერსიტეტის სტუდენტებს გარდა ამ ყველაფრისა, რაც ვისაუბრეთ, აკადემიური პროგრამების გარდა დამატებით სერვისებს თავაზობს. რაში გამოიხატება ეს სერვისები, რა სერვისებზეა საუბარი? კეთილი. აი დასაწყისშივე ახსენეთ, რომ აუცილებელი არის წარმატებული კოლაბორაცია, ანუ კონტრაქტირება სტუდენტთან, მისი მზაობა. გასაგებია, რომ პროგრამით გათვალისწინებული არის კონკრეტული სასწავლო კურსები და ყველას მოლოდინი გვაქვს თავიდან, რომ სტუდენტი მოვა და ამ ყველაფერს ხარისხიანად მიიღებს ამ სერვისს და შესაბამისად აითვისებს და იქნება წარმატებული კურსდამთავრებული, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი სერვისი ეს არის სტუდენტის მხარდაჭერა, მისი მენტალური, ფსიქოლოგიური, იმისათვის, რომ მან თავისი თავი გამოარკვიოს, თავისი პოტენციალის გამოვლენის დროს ის რასაც ვთავაზობთ, რა მოლოდინსაც ვუქმნით, წამოყვეს ამ პროცესში. ეს არის ახალი სივრცე, ის საკლასო ოთახში იყო, ასრულებდა მარტივ დავალებებს, მას უფრო ზეპირი გადმოცემის უნარზე ჰქონდა. ახლა ეუბნებიან ანალიტიკურად იაზროვნე, ბევრი მასალა დაამუშავე, გადმოეცი. ეს არის სიახლე, დამოუკიდებლობა, ახალ გარემოში ადაპტაცია, ტრანზიცია. ამიტომ ეს არის უნიშნელოვანესი სერვისი, რაც ახალმა უნივერსიტეტმა, ასე ვთქვათ, თანამედროვე უნივერსიტეტმა უნდა შესთავაზოს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის სტაჟირების პროგრამა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გლობალურ ბაზარზე. ეს არის გაცვლითი პროგრამები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ ეს ქმნის ეს კულტურათა შორისი დიალოგი, არაჩვეულებრივად პოზიტიურ გავლენას ახდენს უნივერსიტეტის სტუდენტებზე, ზოგადად კურსდამთავრებულების განვითარებაზე, იმიტომ რომ მათში უნდა არსებობდეს პასუხისგებლიანი გადაწყვეტილების მზაობა. ეს არის უნივერსიტეტის როლი და არსებობს სტუდენტური კლუბები, არსებობს მხარდაჭერა, თუნდაც იგივე დაფინანსებასთან მიმართებით, იმიტომ რომ განათლების არსი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმპლემენტირებული, თუ არის ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა ოსრონავი. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, უნდა დაგემშვიდობათ და წარმატებები გისურვოთ ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეკა ლუაშვილს ვესაუბრებოდით პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა.